ეს ძალიან საინტერესო თემაა და მთელი საქართველო ამ თემაზე მსჯელობს. მე ამ ხრის განმავლობაში ხა უკვე პრაქტიკულად 6 საათი ხდება ამ თემაზე ჩემი მოსაზრება თქვენთვის არ გამიზიარებია მიზესთან და მიზესთა გამო მას არ აქვს ხა პრინციპული მნიშვნელობა. თქვენ იცით რაც მოხდა კახეთში, თქვენ იცით რაც მოხდა კახეთში და იცით რომ ერთი ახალგაზრდა კაცი დააპატიმრებულია, გიორგი ქვია იმ კაცს და მოგვიანებით მას ვილაპარაკებთ. ეს არის სასტუმრო აგარანში მომხდარი ინციდენტი და ეს უნდა კარგად აღწეროთ რა მოხდა. ესე იგი ეს მოხდა 2026 წლის 18 ივლისს დაახლოებით საღამოს 6 საათზე და 6 საათიდან. ესე იგი ეს არის სასტუმროს ქვია აგარანის მამული ქორწილში აღსანიშნავად იმყოფებოდა არ ვიცი 100, 150, 200, 250 ვინცის და 300 სტუმარიც. ღონისძიება მიმდინარეობდა სასტუმროს ვერანდაზე და ამავე სასტუმროს სტუმრები მესამე თუ მეოთხე სართულზე იყვნენ რუსეთის მოქალაქე ქალბატონები, რომლებმაც მე ვიტყვი ასე, არა მხოლოდ პროვოკატორები იყვნენ, ისინი მოძალადეებიც არიან და მოგვიანებით განმარტავ რას გულისხმობ. მოკლედ, რომელიღაც ეტაპზე, როდესაც ქორწილი ახალგახურებული იყო, სასტუმროს მესამე სართულზე მყოფმა რუსულად მოსაუბრე სტუმრებმა რუსეთის მოქალაქე ქალბატონებმა შესძახეს მესამე სართულიდან ვერანდაზე მყოფებს, განსაკუთრებით მეფე დედოფლის მისამართით ადრესატების სოვეთ ისინი არიან გორიკაო, ანუ აკოცეთ ერთმანეთსო. ეს არ არის ქართული კულტურისთვის მახასიათებელი, შესაბამისად დააიგნორეს ეს ქალბატონები, რამაც ქალბატონები როგორც ჩანს შემთვრალები, მაგრამ ამას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, ფრიად როგორც ჩანს გააღიზიანა. მოკლედ ამ შეძახილით ისინი არ დაკმაყოფილდნენ და გააღიზიანდნენ და დაიწყეს მესამე სართულიდან გარკვეული სითხეების გარემო სხვა შეvis გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე რომ შარდი გადმოასხეს, მაგრამ მე არ მჯერა, აქვე გეტყვით რომ მაინც და მაინც შარდი გადმოასხეს, მაგრამ ის კი ჯერა და იმას კი ვხედავ და ყველა ამას ადასტურებს, რომ გადმოასხეს თუნდაც წყალი, გადმოასხეს თუნდაც არაყი, გადმოასხეს თუნდაც ღვინო და ამით ცადეს შეურაცხყოფა როგორც მეფე დედოფლისა, ისე საერთოდ სტუმრებისა, ისე ამ ქორწილისა და დააზიანეს ის აპარატურა, რომელიც იქ სცენაზე იყო მიტანილი და მუსიკალურ აპარატში ჩასხმული წყლის გამო, წყლის თუ სითხის გამო აპარატურა დაზიანდა. აღნიშნულ ფაქტზე სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა მაშინვე ქორწილის სტუმრებსა და მესამე სართულზე მყოფ პირებს შორის, დამსვენებლებს შორის და ქორწილის სტუმრები 100, 150, არ ვიცი 20 თუ 30 მოუწოდებს ქალბატონებს, სტუმრებს რუსეთიდან პროვოკატორებს და მოძალადეებს და კი გითხარით რომ მოძალადეებს ზიბჯო არიან ამაზე დამატებით გამახვიდებ ყურადღებას რომ შეწყვიტონ ამგვარი ქმედებები. ამის შედეგად მესამე სართულზე მყოფი პირები რუსულ ენაზე კვლავ იწყებენ ჩვენის მასპინძლების თუ ქორწილის მონაწილეების გინებას, უწოდებენ მათ გრუჟინსკი სვინია, უწოდებენ მათ პაპუ ასები ხართ, ქართველი ხორები ხართ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოკლედ მაქსიმალურად მოდიან, მოდი თქვენი ნებართვით ამ თვითას ვიტყვი რომ პროვოკაციაზე მეთქი, როგორც ჩანს შემთვრალები, მაგრამ ამას კვლავ ვიმეორებ, არ აქვს პრინციპული მნიშვნელობა. ადმინისტრაციას მიმართავს ქორწილის მასპინძელი ოჯახი, რომ ადმინისტრაცია ჩაერიოს, ადმინისტრაცია უკვე შემდგომ ავრცელებს ინფორმაციას, რომ გამოიძახეს პოლიცია, თუმცა პოლიცია როგორც ჩანს აგვიანებს, თუმცა კარგად არ მესმის რატო აგვიანებს, იმიტომ რომ ინციდენტის საწყისივე ეტაპზე აღკვეთა, პრევენცია აღკვეთა, გარდაუვალად აუცილებელი იყო, მაგრამ აგვიანებს და აგვიანებს, იმიტომ რომ ჩვენი შინაგან საქმეთა სამინისტრო ხომ იმით არ არის დაკავებული, რითიც უნდა იყოს დაკავებული უმრავლეს შემთხვევაში. მერე უკვე ამახვირებს ყურადღებას იმაზე, რომ აპარატურა წყობრიდან გამოვიდა ალექსანდრე მრევლიშვილი, ესეთი მუსიკოსი, მომღერალი, რომელიც ძლივს აამუშავებს მე ხსენებულ აპარატურას, მაგრამ და სიმღერა გრძელდება, მაგრამ 15 წუთში მესამე სართულიდან კვლავ იწყებენ გარკვეული სითხეების გადმოსხმას და ფურთხებას, რაც მთავარია, რაც ასევე მნიშვნელოვანია. აღნიშნულზე მომღერალი მრევლიშვილი ამბობს, რომ იცით რაო, მე ვეღარ გავაგრძელებ ამ პირობებში მუშაობასო და ასეთ შეურაცხყოფელ პირობებშიო და ტოვებს იქაურობას. სასტუმროს ეგ მოკლედ ქორწილი არის ჩაშლის პირას, ამასობაში სტუმრებიც ირევიან, ანუ ეს 100, 150, 200 კაცი, ისინი გადიან, მათთვის დისკომფორტულია, ეს ლხინის სუფრა ექცათ რაღაცა დრამატულ რაღაც ამბად და ასე შემდეგ. სასტუმროს ადმინისტრაციის წარმომადგენლის დაპირების მიუხედავად, პრობლემა რაღაცი არ აღმოიფხვრა, გიორგი ჭიღლაძე, სიძის ძმა, ადის მესამე სართულზე და კარზე უკაკუნებს იქ მყოფ რუს დამსვენებლებს, მთვრალებს თუ შემთვრალებს. კარის გაღების შემდეგ ჭიღლაძე დგება კარის ზღურფთან, შეიძლება ოდნავ შიგნითაც
და ქართულად მიმართავს იქ მყოფ ქალებს თუ ქალბატონს, რომ ასე მოქცევა არ შეიძლება და ასე შემდეგ. ეს კადრები გავრცელებული არ არის, რუსების მიერ არის გადაღებული ის კადრები, რომლებიც გავრცელდა სოციალურ ქსელში, მაგრამ სრულად ვერ ასახავს იმ ვითარებას, რომელიც მანამდე იყო შექმნილი და უკვე შემდგომაც შეიქმნა. სასტუმროში ოთახში მყოფი ქალი, რუსეთს მოქალაქე, ინგლისურად პასუხობს, რომ იმყოფება მის ოთახში და ითხოვს რუსულად მასთან კომუნიკაციას. საერთოდ რუსებს ახასიათებთ, ისინი არც მათ შორის არც საერთაშორისო ინგლისურ ენაზე, რომელსაც ფლობენ ან არ ფლობენ, ფლობენ თქვა ამ შემთხვევაში და როგორც ჩანს ფლობენ, აღარ თავდაპირველად სწორედ ინგლისურად პასუხობს, ისინი ინგლისურად არასდიდებით არ დაგელაპარაკებიან. ჭიღლაძე გიორგი ინგლისურად კი პასუხობს და მე ეუბნება ამგვარ რამეს, რომ ეს ქალბატონი იმყოფება და ქალბატონები იმყოფებიან საქართველოში და მოითხოვს ქართულად ან ინგლისურად საუბარს და მე საუბრის გაგრძელებას. რაზეც ქალი კიდევ უფრო მეტად აგრესიული ხდება და აი აქ იწყება მთავარი და ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია ეს, ესე ვიტყვი. ეს ქალბატონი რუსის წოდა ყელში გიორგის და დაზიანება მიაყენა. ამის თაობაზე გავრცელებულია კადრები, ფოტოკადრი გიორგის დაზიანებული ყელის აფხაჭდელი თუ ჩამოფხაჭდელი ყელის ფოტო. გიორგი ჭიღლაძე როგორც ჩანს იგერიებს მას, ხელს გააშვებინებს და მიაძახებს შეურაცხყოფელ სიტყვას შეკახპა. ამასობაში ოთახებში მყოფი ქალებიც გამოდიან, სხვებიანო, ერთ-ერთს უკავიათ უჭირავს ტელეფონი და იღებს ვიდეოს. აი ეს ვიდეო გავრცელდა რადიო თავისუფლებაზე და არა მხოლოდ. ჭიღლაძე იქ დამსვენებელ ქალს შორის, ჭიღლაძესა და იმ დამსვენებელ ქალს შორის გრძელდება სიტყვიერი დაპირისპირება. ის ქალი გიორგი ჭიღლაძეს მოუქნებს მარჯვენა ხელს ყელის არეში, აქ იგითხარით თუ დაზიანებული აქვს გიორგის, ოღონდ ეს ვიდეოში გავრცელებულ ვიდეოში ასახული არ არის. გიორგი ხელს აუკრავს და მე უკვე გრძელდება ეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და გულკერდის არეში მიარტყავს ეს რუსი ქალბატონი გიორგის და გიორგი მე უკვე აუცილებელი მოგერიების მიზნით მოიქნებს მარჯვენას და მაიკლ ტაისონს რომ არ მიურტყავს კარიერის პიკში საკუთარი მოწინააღმდეგეებისათვის რინგზე, ისე მიარტყავს იმ ქალბატონს და დასცემს თუ დააგდებს და მე უგებობა სასწრაფო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს ამბავი თქვენ იცით, გიორგი ჭიღლაძე დაკავებულია თელავის რაიონულ სასამართლოში გადაიყვანეს. ადვოკატი ამბობს, რომ გამოკითხვის პროცესს ვესწრებოდიო. ყელის შარეში მიყენებული დაზიანების გამო გამოვიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარებაო. ასევე მოთხოვნილია, რომ გიორგი ჭიღლაძე ჩაუდარდეს სამედიცინო ექსპერტიზა. გამოკითხვის დასრულების შემდეგ ჭიღლაძე 2026-19 ივნისს დააკავეს და ამჟამად იმყოფება გურჯაანის დროებითი მოთავსების იზოლატორში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, 120-120 მუხლით მიმდინარეობს გამოძიება და შესაძლოა საქართველოს სამართალდამცავმა სტრუქტურებმა ის გამოამწყლიონ ციხეში, სასამართლოში გაუშვან და 3 წლამდე პატიმრობაც კი ემუქრება მას. ესე იგი, მის უფლებებს იცავს მათ შორის ესეთი ადვოკატი მარიამ დურგლიშვილი, აქვე გეტყვით და სხვა ადვოკატიც რამდენადაც მე ვხვდები. ხა, კარგად უნდა ავხსნათ, ვიდეო ზოგად ანალიზს გავაკეთებდეთ, კარგად უნდა ავხსნათ რა ხდება ამგვარ შემთხვევებში. უამრავი კადრია მსოფლიოში, როდესაც ძალადობენ ქალზე თუ კაცზე რუსეთის მოქალაქეზე ნებისმიერ ქვეყანაში, პოლონეთში, ლიტვაში, ესტონეთში, საფრანგეთში, ესპანეთში, თურქეთში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ პრაქტიკულად არავინ არ გაუმსამართლებია ცეცხლის სამართლის წესით და გიორგი ჭიღლაძეც უნდა გასამართლდეს თუ მაინც და მაინც ადმინისტრაციული ჯარიმა უნდა დაეკისროს, თუმცა მე რომ მოსამართლე ვიყო, ამასაც არ გავაკეთებდი, მაგრამ ეს კიდე ცალკე თემაა. თუ მაინც და მაინც გიორგი ჭიღლაძის უხეშად 2000 ლარიანი ჯარიმა უნდა დაეკისროს და უნდა გაანთავისოს, მაგრამ საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურები, პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო პროკურატურა თუ ვინც იძიებს ამ საქმეს და ვინც იკვლევს ამ საქმეს და ვინც ამ საქმეშია და აგრეთვე სასამართლო, როგორც ჩანს გიორგი ჭიღლაძის პატიმრობაში გაშვებას მოითხოვენ და მოახერხებენ კიდეც. რაც არასწორია, კვლავ ვიმეორებ. იმიტომ არის არასწორი, რომ კონტექსტს უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს. იურისტები განმარტავენ, რომ მნიშვნელობა არა უმნიშვნელოა ქალია, პროვოკატორი და შეურაცხყოფის მომყენებელი, თუ კაცია, რუსია თუ ფრანგია, ქართველია თუ იტალიელია, არაბია თუ თურქია, ბრაზილიელია თუ იაპონელია. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. თუ პროვოკაციაზე მოდის, შენ გაქვს პროვოკაციის არის კონტექსტი, ეს არის შენ გაქვს პროვოკაციაზე ჯეროვანი პასუხის გაცემის უფლება. ანუ შენ თუ გიწევს, სხვაგვარად რომ თქვა, შენ თუ გიწევს, რომ შენ იძალადო მასზე, შენ ბოლომდე დამნაშავე არ ახარ, იმიტომ რომ ისიც არის პროვოკატორი. ის არის პროვოკატორი, რომელიც სხვა გამოსავალს უბრალოდ
არ ან ნაკლებად გიტოვებს. მაგრამ საერთოდ არ ჰქონდა გიორგის გამოსავალი უკვე მას შემდეგ, როდესაც ამ ქალმა თავად პირველმა იზალადა გიორგიზე, თავიდან ხო იზალადეს, თავიდან ხო აფურთხეს, თავიდან ხო სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ქორწილის მონაწილეებს, მაგრამ უკვე ნომერში, სასტუმრო ნომერში ეს ქალი პირველია მოზალადეთა შორის. და ამ შემთხვევაში საერთოდ გამორიცხული კი არა ამბავია ამგვარი, რომ გენდერს ქეს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს რა. ქალი თუ ზალადობს შენზე, აუცილებელი მოგერიების და ეს საკვანძო სიტყვა, აუცილებელი მოგერიების ფარგლებში შენ თავად არ უნდა უპასუხო ისე, როგორც უპასუხა გიორგი, მაგრამ რასაკვირველი არ გამოვამართლებთ და შეგვიძლია ვთქვათ, ეს გაიდლაინების მიხედვით, რომ ქალზე ზოგადად ზალადობა არ შეიძლება, ქალზე ზალადობა მით უმეტეს არ შეიძლება და ასე შემდეგ, მაგრამ გაიდლაინების ცხოვრება პრაქტიკულად წარმოუდგენელია, როდესაც ესეთი კრიზისული ვითარება არის შექმნილი და კრიზისული ვითარება კი შექმნა სწორედაც რომ ამ ქალბატონმა და მისმა მეგობრებმა, რომლებიც იმ სასტუმროს ნომერში იყვნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ ქორწილის მონაწილეებს და პრაქტიკულად ჩაშალეს ეს ქორწილი. გიორგი შესაბამისად ავიდა ამ ნომერში, თავიდან სთხოვა, როგორც ადვოკატი განმარტავს, სთხოვა ან უთხრა, რომ ასე მოქცევის გაგრძელება არ შეიძლება და იქნება მათ შეეკავებინათ თავი, მაგრამ მიიღო ამის შედეგად მეტი პროვოკაცია, მეტი სიტყვიერი შეურაცხყოფა და მერე უკვე ფიზიკური შეურაცხყოფაც და კანონი, მათ შორის საქართველოს კანონიც განმარტავს, რომ როდესაც შენ აუცილებელი მოგერიების ფარგლებში თვითონ ჭყალებში თუ ბჭყალებოდ ძალადობ მოძალადეზე, შენ ამის უფლება გაქვს. და თუ მაინც არ ქონდა გიორგის ამის უფლება, საქართველოს სამართალდამცავმა სტრუქტურებმა მისთვის ადმინისტრაციული სასჯელი უნდა მოითხოვონ და არა უმეტეს ყოველ შემთხვევაში სისხლის სამართლის დანაშაული გიორგის არ და არასდიდებით არ ჩაუდენია, ესეც უნდა ვთქვათ ხაზგასმით და ხმამაღლა. მოკლედ, აქ ამ შემთხვევაში ცალსახაა, მე სულაც არ მინდა გამომივიდეს ისე რომ ზალადობას როგორც ასეც ვამართლებ, მაგრამ როგორც ჩანს სხვა გამოსავალი, ასე ვიტყვი, სხვა შესაძლებლობა როგორც ასეთი გიორგის ამ ახალგაზრდა კაცს დამოუკიდებლად იმისა სხვაშორის დაიწერა რომ აღმოჩნდეს რომ ისიც რა ის ქოცია, ხო, ქოციც რომ იყოს, ნაციც რომ იყოს, ამ მნიშვნელობა ლეიბორისტული პარტიის ამორჩეველი, აპოლიტიკური რომ იყოს, რუსების მოყვარულიც რომ იყოს, სხვა გამოსავალი რუსეთის იმ მოქალაქეებმა, რომლებიც პროვოკაციაზე წამოვიდნენ და მერე უკვე ფიზიკურ ზალადობაზე წამოვიდნენ და გავრცელებულია კადრები, ანუ ამას ისე არ ვამბობ, გიორგის დაზიანებული ყელის არეში დაზიანებების ფოტოკადრი გავრცელებული, ანუ ესე არ არის რომ მარტო გიორგი ურტყავს და მანამდე არც არაფერი არ მომხდარა და მარტო იმ ვიდეოში რაც არის ასახული, დასრულება გავრცელეს, მხოლოდ ის არის ჭეშმარიტების ერთადერთი მადასტურებელი და მთლიან კონტექსტი კი არ არსებობს ამ ყველაფრისა. მთლიან კონტექსტს რასაკვირველია უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს. ეხლა თქვენის ნებართვით რაღა ეს თქვი, თქვენის ნებართვით ეხლა ცოტა უფრო ზოგადად განვმარტოთ რაც ხდება. აკი ბევრჯერ მithქვამს მეც და სხვებსაც ვთქვამთ, რომ საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებამ ბანდა ქართული ოცნებისა ამ ქვეყანას დედა უტირა პირდაპირ მნიშვნელობით და ამ ქვეყნის სულისკვეთება როგორც ასეთი რუსებს, დროებით ჩამოსულებს, თუ დიდი ხნით დამკვიდრებულებს, რუსებს, ხელისუფლებაში მყოფებს, თუ ხელისუფლებაში მიღმა მყოფებს მიაჩნიათ, რომ ეს ქვეყანა არის მათი ფეხსალაგი. ქართველები მათ ელარჯს უნდა უწელავდნენ, ქართველები მათ ხინკალს უნდა უხარშავდნენ, ქართველები მათ შაშლიკით მწვადით უნდა, ხაჭაპურით უნდა უმასპინძლდებოდნენ და იზისკანნაია გრუზინსკაია ვინოს უნდა მიართმევდნენ და ამ ღვინით უნდა უმასპინძლდებოდნენ. ასეთია რუსის ბუნება, მით რაც უფრო სუსტი ხარ, მით უფრო მეტად გთელავს და ამ შემთხვევაში მაგალითად ლაპარაკობს, გარკვეულ შემთხვევებში ლაპარაკობს, რომ ჩვენ ხომ მართლმადიდებლები ვართ და აქედან გამომდინარეები ვართ ერთნი და მერე ლაპარაკობენ იმაზე, რომ რაღაც რუსეთი რომ არ ყოფილიყო, საქართველოს როგორც სახელმწიფო არ იარსებებდა, საქართველოს არ იარსებებდა, მათ იხსნეს საქართველოს სპარსელებისაგან, თუ თურქებისაგან, თუ სხვა მტრებისაგან, მათ მართლმადიდებლებმა ჩვენ მართლმადიდებლები. 1801 წელს ესე თარიღს ვერ ასახელებენ მაინც და მაინც, მაგრამ უკლებლივ ყველაფერი ჩვენს ურთიერთობაში გონია რომ ყველაფერი კარგად იყოს და ეს უმადური ქართველები არიან, ჯამში 500, 1000, 1700, 2800 თუ ასე შემდეგ, ვინც ამას ეწინააღმდეგებენ, ისინი ხედავენ, რომ აქაური ხელისუფლება წოდებული ბანდად არ მიიჩნევენ, მაქსიმალურად უკაცრავად სიტყვისთვის და ეტენება რუსეთს და შესაბამისად თუ თავრობა ეტენება რუსეთს, მათ თავრობას, შესაბამისად რიგითი ქართველიც უნდა ეტენებოდეს, რიგით რუს და კლავ მეორე პელარჩს უნდა უწელავდეს და არც უნდა ესწრებოდეს რამე ლხინის სუფრას ყოველ შემთხვევაში მათი მონაწილეობის გარეშე და თუ ესწრება,
ამ შემთხვევაში მათი ინსტრუქციები უნდა გაითვალისწინონ თუ ინსტრუქციებს უნდა დაუჯერონ და შეასრულონ, მაგალითად იყვირებს რომელიმე რუსი გორიკას და შესაბამისად მხოლოდ ამ ყვირილის შემდეგ უნდა აკოცოს მეფემ დედოფალს, პატარძალს და უნდა აიტანოს ყველამ ნებისმიერი გადმოსხმული სითხე თუ ნებისმიერი სიტყვიერი თუ ფიზიკური შეურაცხყოფა, იმიტომ რომ რუსები არის. ეხლა ეს ცხადია, ამგვარი ამბები განმეორდება უკვე მომავალში და სულ უფრო ხშირი იქნება. გაივლის რომელიმე გაიარეს კიდეც რუსი ტურისტი შუაგულ რუსთაველზე დაინახავს უკრაინის ან საქართველოს სახელმწიფო დროშას აფრიალებულს რუსთაველის გამზირზე, არ მოეწონება და მიაჩნია რა რომ საქართველოს მათი ფეხსალაგია, ამ არ მოწონებას დააფიქსირებს ღიადაც, что почему поддерживаете Украину. ამას კი არ იკითხავს, არამედ შეიძლება მივარდეს კიდეც და უკრაინის დროშა ჩამოგლიჯოს კიდეც. ხვალ შეიძლება ეს არ მოხდეს, მაგრამ ერთ კვირაში პირობითად ცხადია, ეს აუცილებლად მოხდება, რაც უფრო მეტი რუსი ტურისტი ჩამოვა, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ საქართველოს არის ოდენ ტერიტორია, საქართველოს არის ოდენ ბოსტანი, საქართველოს ოდენ არის უკანა ეზო რუსეთისა, მით უფრო ბევრი იქნება ამგვარი ინციდენტები. იცით რატომ? იმიტომ რომ ქართველები 1500 კი არა, 15000 კი არა, 150000-იც არა, 1.5 მილიონი ქართველი ყოველთვის იქნება ამ ქვეყანაში, ყოველთვის გამოიზებდება, რომელიც აერთის მხრივ არც ბიზინა ივანიშვილს რუსულ პოლიტიკას შეეგუება და მეორეც მხრივ აქ რუსეთის ჩამკვიდრებას, ჩაბეტონებას, ჩარჩენას, ასე ვიტყვი, რუსებისა და რუსეთისა არ შეეგუება. ხვალ რუსები მოითხოვენ სახელმწიფო ენის გამოცხადება, სახელმწიფო ენის სტატუსს რუსული ენისათვის და ქართველები ამას გააპროტესტებენ და საკვირველია კი არა, შეეწინააღმდეგებიან ისეთი ხელისუფლება ყავს, რომელიც მინისტრიც და ამაზეც წავა და რუსები გაიკვირვებენ, მხრებს აიჩეჩენ და იტყვიან, კი მაგრამ თუ რუსულად საუბრობს ქართული საზოგადოება, რატომ არ უნდა ჰქონდეს სახელმწიფო ენის სტატუსი და რუსულ ენას და შესაბამისად ამას მოითხოვენ დამატებით. რუსები მოითხოვენ მეტ სერვისს, მეტ პირობას, მეტ განათლების სისტემაში ინტერვენციას, ინტეგრაციას თუ ასე ყველაფერს მოითხოვენ, ყველა სფეროში, ოღონდ საქართველოში ყოველთვის იქნება კვლავ 1.5 მილიონი, რომელიც ამ წინააღმდეგობას გაუწევს აგრეთვე ქართულენოვან რუსებს ბიზინა ივანიშვილის თავკაცობით და ეს ჯახები ყოფით ნიადაგზეც კი გარდაუვალია. ეს განაპირობა სწორედ ბიზინა ივანიშვილის ამ ხელისუფლებამ დიდ კონფლიქტში გადაგვეზრდება, მეთქი ყოფით დონეზე. მაგრამ ეს არ არის ერთადერთი პლასტი, ხაზგასმით ვამბობ ამას, ერთადერთი შრეთ, ერთადერთი რაკურსი. სხვა რაკურსითაც უნდა განვიხილოთ ეს და ცოტა უფრო გეოპოლიტიკური, რამდენად სწორი სიტყვა არ ვიცი, უფრო მნიშვნელოვანი სხვა რაკურსებიც უნდა დავურთოთ ამ ყველაფერს და შევხედოთ ამ ამბავს სხვა რაკურსებითაც. ეხლა გეტყვით რას გულისხმობ. რუსეთის ხელისუფლე პრეზიდენტმა პუტინმა და სხვებმაც გამოაცხადეს ღიად და ეს არის უკვე სახელმწიფო პოლიტიკა რუსეთისა, რომ ისინი დაიცავენ რუსეთის მოქალაქეებს ყველგან, სადაც მათი უფლებები ირღვევა, იგულისხმება რუსეთის მოქალაქეების უფლები. ცხადია, ისინი ვერ დაიცავენ ამერიკის შეერთებულ შტატებში მყოფი რუსების უფლებებს, ვერ და არ დაიცავენ, იმიტომ რომ ვინ ეკითხება რუსეთს რუსი მოქალაქეების უფლებების დაცვას, ოკეან გაღმა ძლიერ სახელმწიფოში ვერც შტატებში, ვერც კანადაში, ვერც მექსიკაში, ოკეან გაღმა მოკლედ ვერსად ვერ სადაც ირღვევა მათი ოლიგარქების რუსეთის უფლებები, რუსეთის მოქალაქეების უფლებები, ამის მათი დაცვა, უფლებების დაცვა პრაქტიკულად წარმოუდგენელია, მაგრამ დაიცავენ იქ, რაც მათ ფეხსალაგად მიაჩნიათ, რა ტერიტორიაც მათ საკუთარ ტერიტორიად მიაჩნიათ და საქართველოს ამგვარია. თუ ამგვარი ინციდენტები გახშირდა და ვერასაკვირველი არ მინდა რომ გახშირდეს, მაგრამ გარდაუვალია, მეთქი ამას კი ვამბობ, თუ ამგვარი ინციდენტები გახშირდა, რუსეთის ხელისუფლებიდან, მოსკოვიდან ბიზინა ივანიშვილის მისამართით წამოვა პირველი ამგვარი კითხვა, უკვე წამოსულის არის, იმიტომ რომ ეს ამბავიც კი იციან FSB-სა თუ Кремльში, კითხვა იქნება ამგვარი: чем вы тут занимаетесь? Почему вы не защищаете права русскоязычного населения или русского населения в Грузии или туристов, которые приехали в вашу прекрасную страну? ანუ მარტივად რომ ატომ არ იცავთ უფლებებს იმ რუსეთის იმ მოქალაქეებისა, რომლებიც უკვე ჩამოსულნი არიან, ან ჩამოსულნი არიან დროებით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. საქართველოს ხელისუფლება ამიტომაც იჭერს ამ გიორგის, რომ მერე რუსებს უთხრას, რომ ჩვენ სამაგალითოდ დავსაჯეთ ქალზე მოძალადე გიორგი, საქართველოს მოქალაქე და აგე საზოგადოების ნაწილიც ჩვენ გვემხრობა, ხოლო ვინც არ გვემხრობა, ისინი არიან ნაცები, აკაცუკები, რაღაცა ნაცისტები, მიხეილ სააკაშვილის მომხრეები, გლობალური დასავლეთის მომხრეები და ასე შემდეგ.
და ასე შემდეგ აუცილებლად საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა, სუსი, აღმასრულებელი ხელისუფლება, საკანონმდებლო ხელისუფლების ის წარმომადგენლები, რომლებიც რუსებთან გარკვეულ კავშირებში უთუოდ არიან, სწორედ ამას უპასუხებენ და იტყვიან, რომ იცით რა, ჩვენ დავსაჯეთ გიორგი, რაგვარიც არის ახალგაზრდა კაცი, ვინც ფორმალური თვალსაჩინით მოძალადია რა მოძდებს ნახმაში იმ რუს ქალბატონს, რასაც არ ვამართლებთ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ სხვა გზა, სხვა ხსნა, სხვა გამოსავალი, სხვა ბილიკი მას უბრალოდ ჩემი მოსაზრებით და ობიექტურადაც არ ქონდა და რომც ქონოდა, მან რეალურად მოგერიების მიზნით უთავაზა არ ვამართლებ, მაგრამ ვამართლებ. აი, ეწყირება ბევრს შესაძლოა, მაგრამ აქ არ ამ შემთხვევაში არ უნდა განვიხილოთ გენდერი, ქალზე ძალადობის კუთხით რაკურსით, რა კაცი რო ყოფილიყო, ამ შემთხვევაში შეიძლებოდა ძალადობა და თუ კაცი რო ყოფილიყო ძალადობა თუ ეს ხმაში მოდება შეიძლებოდა, ამ შემთხვევაში არ უნდა განვიხილოთ ის ქალი როგორც ქალი, ხო? ის პროვოკატორია და ის მოძალადეა, მნიშვნელოვანია ესეც. მაგრამ აქ კვლავ გავხსნით ამ სასტუმროში მომხდარ ინციდენტს და ამ კონკრეტულ ამბავს. ამგვარობები მოხდება და რუსები იტყვიან რომელიღაც ეტაპზე, რომ если вы не сможете, აღარ თქვენ не можете. თუ თქვენ ვერ უზრუნველყოფთ უსაფრთხოებას რუსეთის მოქალაქეებისა, ჩვენ ჩავატარებთ გარკვეულ ოპერაციას. არა, მე მაინც და მაინც ამას კი არ ვარაუდობ, უბრალოდ ამგვარობებს თუ რუსებმა მიიჩნიეს, რომ საქართველოს არის ნაცისტური ქვეყანა, რომელიც ეროვნებით რუსებს ვერ იტანს, იქნება და გარკვეული პერიოდის შემდეგ, ეხლა სადაა აქვს ამის უკანალი, გარკვეული პერიოდის შემდეგ ამ პრიჩინითაც დაიწყო განაგრძონ საქართველოს ოკუპაცია. ბიზინა ივანიშვილის ბრალია ეს ყველაფერი. ბიზინა ივანიშვილმა ასე მოავერანა და მოსპოჩვედი ქვეყანა გაანადგურა მისი უსაფრთხოების სისტემები. საზღვარზე მართლა ვინ შემოდის და ვინ გადის, ხო? არავინ არაფერი არის, სრული ქაოსი ამ თვალსაზრისით. არავინ არავის არაფერს არ ეუბნება, როგორია ეს ქვეყანა და რეალურად ეს ქვეყანა რასაკვირველი ანტირუსეთულია, რომელიც ოკუპაციას ვერ ეგუება და ვერც მომავალში შეეგუება. რამდენიმე ხნის წინ მე ვნახე ვიდეო ჩარტვა თუ ვიდეო ბლოგი ერთი რუსი ქალბატონისა, რომელიც ოკუპაციის მუზეუმში იმყოფებოდა და შოკი ყვილოდა იმის გამო, რომ იქ აუხსნეს ჯერაც ყოფმა თანამშრომლებმა თუ გიდებმა ამ ოკუპაციის მუზეუმის აუხსნეს, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის კეთილმეზობლური და კარგი და ტკბილი და თბილი ურთიერთობა არასოდეს ყოფილა და რუსეთი ოკუპანტი იყო და შოკი ყვილოდა, თუმე როგორ ვერ ვიტანენ ქართველებიო. იმ ოკუპაციის მუზეუმსაც გააუქმეს ბიზინა ივანიშვილი და აი ამ მომრავლებულ რუს ტურისტულ სააგენტოებს, ხო? მოამრავლებენ, იმიტომ რომ რუსული გაგებით საქართველოს ისტორია უნდა ისწავლებოდეს და როდესაც რუსული გაგებით საქართველოს ისტორია ისწავლება რუსეთში, ასე ვიტყვია, რუსული საზოგადოებისათვის, ხო, ამ რუსული გაგებით ისტორიებს უყვებიან. ბუნებრივია, იქ არ არის მოხვედრილი 1921 წლის თებერვლის ამბები, იქ არ არის მოხვედრილი ამ მთელი მე-19 საუკუნის ამბები და ასე შემდეგ და იქ არის ყველაფერი ისე რა. ხაჭაპურსა და გრუჟინსკაიის ვინოზე დაამყნობილი თუ დაყრდობილი, რაც ტყუილი ისტორია, რასაკვირველია, მაგრამ ბიზინა ივანიშვილს ხომ ეს ტყუილი ისტორია უნდა რომ დაამტკიცოს, რომ ჩვენ ძმები ვიყავით, ამას ცდილობს და რუსებიც ასე მიიჩნევენ. აი ამიტომაც თუ ძმები ვიყავით, მაშინ ისინი უფროსი ძმები არიან, რომლებსაც არ ვიცი ამდენად ჩარდის, მაგრამ ღვინის გადამოსხმის უფლება კი აქვთ, მაშინ, როდესაც ქართველები მათ ინსტრუქციას არ შეასრულებენ და გორიკაზე უპასუხებელო წადი რა, ერთმანეთს აკოცეთ და ჩვენ დავი დაგვანებით. ამიტომ არ ვამართლებ ძალადობას, ვინ ამართლებს ჩვენ სინამდვილეში, მაგრამ ეს იყო მაინც აუცილებელი მოგერიება, ეს იყო პასუხი, ეს იყო რეაქცია, ეს იყო პროვოკაციაზე რეაქცია, ეს იყო ბუნებრივი და გარდაუვალი ქმედება იმის გამო, რომ იქ რაც ჩაიდინეს გასაგებია ამ უგვანმა და თავხედმა რუსეთის მოქალაქეებმა, ეს გასაგებია, მაგრამ ეს არის პასუხი რეალურად ქართული საზოგადოებისა. ჩვენ ასე დაფურთხებას თავზე უბრალოდ ვერ შევიზელთ, ხო? ვერ ვიტყვით, რომ ხო მოსულა, იმიტომ რომ ბიზინა ივანიშვილი თურმე გამოგკეტავს ჩვენ ციხეში, თუ ამას უპასუხებთ, გამოგკეტავს ციხეში. აი ეს თქვა გიორგიმ, რეალურად იმ მომენტში რაც ხადი ამაზე არ ფიქრობდა, მაგრამ ხო, აი ეს თქვა კონცეპტუალურად, გამოგკეტეთ ციხეში, თუ მაინც და მაინც, მაგრამ ამას დაფურთხებას, ღირსების შელახვას ვერ შევეგუებით. ბიზინა ივანიშვილი კი გვეუბნება, რომ შეეგუეთ იმას, რომ რუსები თქვენ ღირსებას შეგილახავენ. ნახვამდის.